მდინარე ნენსკროს ხეობაში ჭუბერის ხიდთან სათავეს იღებს გზა, რომლის არსებობა ბოლო დრომდე მრავალთათვის უცნობი იყო. გზა ჯერ დღეს მიუყვება. ნელ-ნელა მაღლა იწევს და ალპურ მდელოებს ხეობის სახელი როგორც წესი მდინარეს უკავშირდება. აქ იმსახურებს კიდეც 1000 წლეულების განმავლობაში სწორედ მდინარე ქმნის იმ საოცარ სილამაზეს, ასე რომ გვხიბლავს და გვიზიდავს. ამ მხრივ არც კოდორია გამონაკლისი, თუმცა მის ხეობას უძველესი დროიდან ჯერ ნადირობის ქალღმერთის დალის სახელი დაენატრა. უსიერი ტყეები, რომლითაც შემოსილია კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთები, მეტად მდიდარია ნადირ ფრინველით. კოდორი და მისი შენაკადები კი კალმახითა და ორაკულით. დალის ხეობა პირველად აქვს სტრაბონს ცნობილ ბერძენ გეოგრაფს და ისტორიკოს სტრაბონს მოხსენიებული. პირველი ძველი წელთა აღრიცხვის პირველი საუკუნის დამლევს. მაგ თვითონ აღნიშნავს, რომ ვიყავი სვანო კოლხებთან დალის ხეობაში. დღეს დალის ხეობას კოდორის ხეობასაც უწოდებენ. არის მაგალითად პავლე ნიგოროყვას მეოთხე ტომში აქ მოხსენიებული თავისი გეოგრაფიული იმითაც რუქით ყველაფრით ჩვენი ხეობა. და იქ აღნიშნავს, რომ ჩხალთის ციხესიმაგრეს ერქვა იმ პერიოდში რკინის ციხესიმაგრე, სხვა ციხესიმაგრეები, ეკლესიების ნარჩენები, ნასახლარები ტყეებში და მთებში, რომელიც ესე იგი მიეკუთვნება უძველეს პერიოდში. უძველეს პერიოდს ეს ციხესიმაგრეები კიდევ აშენებულია მე-4-5 საუკუნეში. აგრეთვე სოფელ აჟარას ერქვა ბოკერი. თუ საიდან მოდიოდა ეს დასახელება, ტოპონიმიკური სახელი, დღეს ჩვენ ჯერ კიდევ უცნობია. ჩხალთის ციხესიმაგრე ყველა ამ ხეობებს კეტავდა, კომპლექსური ციხესიმაგრე იყო. მდინარის გაღმა, გამოღმა და ესე იგი აქ მტერს ყოველთვის უჭირდა ამ ციხესიმაგრეს გარღვევა და ამიტომ ეწოდებოდა მაგას რკინის ციხე. ისტორიულად და ლეგენდით გადმოცემული არის, რომ ქართველი მოსახლეობა, ქართველი მოსახლეობა სამჯერ არის გაწყვეტილი ამ ხეობაში. ხოლო ჩხალთის რკინის ციხესიმაგრე კი რკინის ციხე კი ხშირად ბრძოლის ველად იქცეოდა ბერძნებსა და რომაელებს შორის. და ამიტომ აქ უკვე ის დამამტკიცებელი ფაქტიც, რომ ესე იგი ეს მიხლა მნიშვნელობა ჰქონდა ამ ხეობას და სხვათა შორის რომ ამბობენ აბრეშუმის გზა ერთი მთავარი ძარღვი აქ გადიოდა ჩრდილოეთ კავკასიისაგან, იმიტომ რომ ზღვისპირეთით მაშინ არ გადიოდა, არ იყო მიმოსვლა აი ამ ხეობით, სხვათა შორის ძველი გზები, აი მთებზე დღესაც შემორჩენილია ბილიკები, რომელიც კლდეებშია გაჭრილი. ეს იმას მიგანიშნებს, რომ უძველეს დროში ეს ხეობა გამოყენებული იყო ყველაზე მოკლე გზა იყო ჩრდილოეთ კავკასიასთან. ზამთარი ახლოვდება. თუ კი რაიმე საქმე მოუმთავრებელი დაგჭა, თოვლი მოგისწრებს და მერე 7-8 თვე უნდა ელოდო გზების გახსნას. საქმე კი უამრავია. გასაკეთებელია ახალი ხიდები, შესაკეთებელია ძველი. არადა
უხიდოთ მთელი სოფელი მოსწყდება ხეობას და ღვთის ანაბარად დარჩება. ძალიან კრიტიკული საკითხი იდგა და ისეთი მდგომარეობა იყო ხანდისხან ბავშვს ვერ აცილებდნენ სკოლაში, ან მშობელი უნდა გამოყოლოდა და ეხლა ამ საშუალებაში უთავსდებით და ვაკეთებთ ამას ჯერჯერობით. ეს არის ადგილობრივი ძალებით აკეთებთ, ხო? ნუ ეს არის ფაქტურად საგზაო სამმართველო არის, გულიდიშის საგზაო სამმართველო, ხომძანი არის ნოდარი გულბანი და თვითონ ვართ ყველა მშრომელები, აი თვითონ მე ტრაბად მუშაობ, ეს გაუგარი არის და აი ისაც ხედავს აგერ ხალხს, ესენი მუშა ხალხი არის და აკეთებენ ამას ძალებით. ხეობა ელექტროფიცირებული არ არის, სამაგიეროდ ბევრია მინი ელექტროსადგურები. პრესა აქამდე არ აღწევს და ერთი თვის ხნოვანების გაზეთი ახლად ითვლება. ასე რომ საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს სატელეტურ მაუწყებლობაზე გადასვლით ხეობის ცხოვრებაში უთუოდ ახალი ეპოქა დაიწყება. 6 საგამგებლო გვაქვს. აქედან ძირითადი სოფლები არის სოფელი ჩხალთა, სოფელი ტიში, სოფელი აჟარა, ცენტრალური სოფელი, სოფელი მარჯვენა და მარცხენა გენწვიში, სოფელი ომარიშალა, სოფელი საკენი. აი ეს ძირითადი საგამგებლოები. და მთლიანად კი 21 სოფელია. ხეობაში ფქვილი ჩვენი გადამღები ჯგუფის იყოფნისას შემოიტანეს. ერთ სულზე 100 კილოგრამი განაწილდა, რაც სრულიად საკმარისია გამოსაზამთრებლად, ვით უფრო სიმინდსაც თუ წააშველებენ. ყველას გამარჯვოს პირველ რიგში ჩვენ გვაინტერესებს მშვიდობა რა იყოს პროგრამის სამთავრობო. გასაჭირით ახლა ყველას გეუჭირს მართალია. მაგრამ რა ვქნათ? სტუმრებს, თქვენ სტუმრად ხართ მოსული, ღმერთმა ყოველთვის კეთილად გამზარდო, კეთილად დეულოთ ყველგან. კაი შთაბეჭდილებები დაგრჩენოდეთ ყოველთვის ადგილობრივ მოსახლეობაზე, თქვენ შვილები დეულოთ ყოველთვის და ამ ხეობას გამარჯვოს. იგივე თქვენთან ერთად აზრობა. ყურადღებათ მიგვატოვებთ ნურასოდეს, რამდენჯერაც მოგვაკითხავთ მით უკეთესი იქნება ვცდილობ, რომ ახლა ვიქნები. იცოცხლე, იცოცხლე. კარგად იყავით. იცოცხლე. კარგად, ვერცხლე. იცოცხლე. ჩხალთა ბოლო სოფელია ხეობის იმ ნაწილში, სადაც საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება. აქედან სოხუმამდე სულ 70 კილომეტრია. ამ მონაკვეთზე გზა აფეთქებული და საავტომობილო მიმოსვლა შეუძლებელია. ხეობის მოსახლეობას წყინს მამამნი აფხაზეთისაკენ ხეტყის გადინებაში რომ ადანაშაულებენ. სამისოთ აქ ნამდვილად ასცხელად. აქ ყველა ჯარისკაცია, ქალი თუ კაცი, მოხუცი თუ ახალგაზრდა. ფაქტიურად საომარი მდგომარეობის პირობებში იზრდებიან ბავშვები, რომელთა სიმრავლე ჩვენ და გასახარად უკვე შეიმჩნევა. არადა ომის პირველ 2 წელიწადს აქ არც ქორწილი გადახდილა და არც ბავშვი დაბადებულა. აი ვაჟკაცების გმირობით იქნა ეს ხეობა შენარჩუნებული. მინდა ერთ რამეს კიდევ გავიხსნა ხაზი, რომ ქალი და კაცი, მოხუცი და ახალგაზრდა, მეომარი და ყველა ერთ იმაზე, აი ყველა მტკიცედ იდგა.
ყველა ამბობდა რომ აი დაუნტკიცოთ მომხდულებს, დაუნტკიცოთ ყველას რომ ესე თუნდაც აი პირველ რიგში აფხაზებს და მათ გვერდში მყოფებს, თუმცა ქართულ კაცს რა შეუძლია. თუნდაც ცირე იყოს, მაგრამ თავისი მონდომებით და ვაჟკაცობით. მინდა კიდევ აღნიშნო ის ამბავი რომ სინამდვილეში იყო სიძნელეები ამ ომის პერიოდში. სამწუხაროდ სხვებლის ბევრი იყო. 12 სოფელი ლათის სამჭოსი დაუკარგეთ ამ ბრძოლების დროს 24 მარტს 1994 წელს. მიუხედავად ამისა, მაინც ჩვენი გული არ გაგვტეხია. დღესაც მთელი შემართებით მზად ვართ რომ დავიცვათ ეს ხეობა, ეს ქართული მიწა და მოვალეც ვართ და ვალდებული ვართ რომ გავაკეთოთ ეს პირნათლად ქართული ერის წინაშე ჩვენი ვალის მოხდით. მე მინდა აღნიშნო ისიც რომ ცხოვრება მიდის, სიცოცხლე ჩქეფს ხეობაში მაინც, ახალი ოჯახები იქმნება, ბავშვები იბადებიან და აი უпроსტად 2 წელი რაც დაიწყო ეს სიტუაცია და 5 წელი. აი ესე იგი ცოტა შეჩერებული იყო, შენელებული იყო, იმიტომ რომ ეს პრობლემები მე ისიც რომ არ ჩანდა რა სიტუაცია შეიქმნებოდა აფხაზების მიმართებაში მომავალში ალბათ უახლოეს მომავალში აფხაზეთთან ალბათ შერიგებაც მოხდება, აფხაზეთი დაბრუნდება საქართველოს იურისდიქციაში. არ ამგონია რომელიმე ისეთი იყოს ქართველი, რომელსაც არ ჯეროდეს რომ საქართველოს თლიანობა არ მოხდება. მოხდება საქართველოს თლიანობა. ჩვენ მიუხედავად ასეთ რთულ რეგიონში ვიმყოფებით, მაინც ჩვენ ოპტიმისტურად ვართ გამწყობილი. ოპტიმიზმი არ ყოფილიყო ჩვენი იარაღი, ჩვენ აქედან დიდი ხანია წავიდოდით და დაიცლებოდა ხეობა. როგორც თქვით, ხეობა არც ბავშვების და შესაბამისად არც სკოლების ნაკლებობას განიცდის. მოშორებული სოფლიდან ყმაწვილებს რომ არ დააგვიანდეთ, სწავლას ცოტა გვიან. 11-ის ნახევარზე იწყებენ. ეს სულაც აღვშთით ხელს ბეჯითად რომ ისწავლონ. ამათ რა უჭირთ? გაისად პირველ კლასელების სიმცირე თვალში საცემი იქნებაო, სულხან პედაგოგები და იმ წლების გახსენებაც არ უნდათ, ომის გამო ხეობაში მთლიანად რომ ჩაკვდა ცხოვრება. აკადემიური მოსწრება როგორია, ბავშვები როგორები ყავთ? ბავშვები ძალიან კმაყოფილი ვართ ჩვენ ბავშვების განსაკუთრებით. ამ პირობებში როგორც მოგეხსენებათ ამ ხეობაში 92-დან განსაკუთრებით რა სიტუაცია და რა ამბავი და მაინც ბავშვები დიდი ხალისით დადიან სკოლაში და ხალისით ეკიდებიან სწავლას. შეძლებს დაგვარა, რა თქმა უნდა, სახელმწიფოები მთლიანად ჩვენ არ აგვაქვს რაც ვაჩუქებს და დაგუბერნებს უფასოდ და მასე ბაზონის მეტი რამეც. მაგრამ რა თქმა უნდა, მთლიანად აქ არა ცენტრალურ ქალაქებში წალდას ჭის სახელმწიფოები იმდენი არა. მან შეძლებს დაგვარა ისა სახელმწიფოები აქვს მოსავლები ჯდებიან რგოლების ჯერჯერობით მომარაგებული ვართ იძერენ და სწავლობენ. ხეობაში ერთი საავადმყოფოა. აქ სანიმუშო სისუფთავია. შვენიერი საოპერაციო თუ სამშობიარო ბლოკები, პალატები. რაც მთავარია, შვენიერი ექიმები და ექთნები. მთიან რეგიონში, თანაც სვანეთში, თანაც საომარ პირობებში ბუნებრივია ქირურგს საქმე არ გამოელევა. ასე რომ ბატონ გიორგი გერლიანს არც პაციენტი და არც გამოცდილება აკლია.
ეს არის რენტგენის კაბინეტი, სადაც მხოლოდ შეიძლება ვნახოთ ტრამვა, მოტეხილობა. სხვა გაშუქებას ვერ ვაკეთებთ, იმიტომ რომ ძაბვა აქ მერყეობს ძალიან ხელოვნური გესებია, წყალზე დამონტაჟებული. ამის გამო ვიწევს ესეთ დახმარებას, რომ ვნახოთ მოტეხილობა არის, ამოარდნილობა არის თუ არა. რამდენი წელია რაც აქ მუშაობთ? აქ უკვე 1 წელია, 1 წელი შესრულდება მალე ოქტომბერში. ზამთარში განსაკუთრებით გიჭირთ ალბათ, რა? ზამთარში გვიჭირს კი ძალიან. იმ მხრივ რომ უღელტეხილი იკეტება, ძირითადი ჩვენი მაშველი არის ვერტფრენი. ვერტფრენი კიდე ძალიან ისე იშვიათად დაფრინავს, ადრე დაფრინავდა კვირაში 2 ჯერ, სამშაბათ და პარასკევს დღეებიც კი იყო განკუთვნილი მათთვის, მაგრამ რაღაც პრობლემებთან დაკავშირებით შეწყვიტეს ახლა. სხვა რა გიჭირთ? სხვა ძირითადი პრობლემა ეს არის, რომ ავადმყოფების ტრანსპორტირება თუ მძიმე ავადმყოფი არის. აი ესაა, რომ სანამ მაშველი ძალა არ მოვა, მანამდე ყველაფერი დახმარება უნდა აღმოჩინოთ აქ, ადგილზე. და დანარჩენი ველოდებით მერე მაშველო ძალას. მედიკამენტები არ და რაშევით ახლა აპირებთ კიდევ აქ დარჩენას თუ წასვლას აპირებთ? აქ ვაპირებ, კი, კიდე ერთი ცოტა ხანი დავჩები, სადღაც 1 წელი ალბათ და მერე მინდა წავიდე. სწავლის გასაგრძელებად უნდა. ეს ქალბატონი ოლგა ვინიანრი კორზაიების რძალია. იგი ხეობაში განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობს. რამდენი წელია რაც აქ ხართ? 13. Отвечаю по-русски, это ничего? Да, ничего. 13 лет я здесь уже живу. Все эти годы работаю терапевтом. В прошлом году мы построили новое здание. Перешли сюда, больницы работаем. Как принимали, так и принимаю людей. Любого профиля люди у нас болеют теми же болезнями, что и везде. Зантарში გიჭირთ? Ну, конечно. Тяжело зимой. Зимой тяжело в каком отношении? Еще в последнее время мы научились так запасаться лекарственными средствами, но в случае появления тяжелого заболевания у нас очень плохо с транспортировкой. Мы каждый год просим максимальное внимание обратить именно на это. Ну и мы понимаем, что условия очень тяжелые. Начинаем хвататься за все возможности, когда такая возможность появляется необходимость. Ისე ძნელია სვანების რძლობა? Да нет, ничего. Вроде бы вместе сработались. 13 лет немалый срок, так что мы достаточно хорошо друг друга понимаем. ომის კვალი დღესაც ატყვია ხეობას. ომის კვალი ატყვიათ აქაურ ახალგაზრდებს, რომლებიც, როგორც თქვით, დღესაც საომარ პირობებში ცხოვრობენ და ასეთი ყოფა კი სულაც არ არის იოლი გასაძლები. კრიმინალური ვითარება მეტად მძიმეა და მისი გამოსწორება საშური და აუცილებელია. ზუსტად 6 წლის წინათ კოდორის ხეობით მოერეკებოდნენ აფხაზეთიდან ტოლვილებს. ამ მანქანებით გამორბოდნენ და ვინც სადამდე მიაღწევდა იქ ტოვებდა ტრანსპორტს, შემდეგ კი ფეხით მიუყვებოდა გოლგოთის გზას. რას არ გაიღებს ადამიანი ოღონდ, ეს დღეები დაივიწყოს, მაგრამ სამწუხაროდ შეუძლებელია. შესაძლებელი მხოლოდ ის არის, არასოდეს გავიმეოროთ მსგავსი შეცდომა თუ დანაშაული. ვემშვიდობებით გულღი ამასპინძლებს. ვემშვიდობებით არღულიანებს, პირველებს, ცალანებს, ბიბლიანებს, სულუკიძეებს, კვიციანებს. ვემშვიდობებით დალის ხეობას. ვემშვიდობებით იმ იმედით, რომ ღვთისწყალობით და კაცთა გონიერებით სოხუმის გზითაც მალე მოვინახულებთ.